Așa გრძელდება ჩვენი ლექციის მორიგი ნაწილი, არ ვიცი მეორე თუ მესამე. უკვე დავიღალე და ცოტა დამეკარგა დროის საზომი. გარდა გაზური გიგანტებისა, სისტემაში არის ბევრი ობიექტი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ჯუჯა პლანეტების ზოგ შემთხვევაში, მაგრამ უფრო ესეთი გავრცელებული სახელი არის ასტეროიდი. ასტეროიდი ძალიან პირობითი ცნებაა, იმიტომ რომ ასტეროიდური სხეულები ზოგადად ეს არის სხეულები, რომლებიც ბრუნავენ მზის გარშემო და რომლებიც ზომებით აკმაყოფილებენ რაღაც კრიტერიუმს. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ ვინ და რას სწავლობს. იმიტომ რომ ასტეროიდებზე ცოტა დაწვრილებით ალბათ კარგი იქნება თუ ვიტყვით. ნუ აი აქ პატარა ფოტოს ხედავთ, სადაც არის გამოსახული მთვარე, მერე ცერესი და მერე ასტეროიდი ვესტა. ხედავთ რომ რაც უფრო მცირე ასტეროიდი, მით უფრო რთულია მისთვის ფორმის შენარჩუნება, რაც პრინციპში ესადაგება იმას, რაზეც ვისაუბრე მანამდე. ახლა რაზე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას? ნუ პირველ რიგში იმაზე, რომ ასტეროიდების რიცხვი საკმაოდ დიდი არის და ძალიან პირობითი არის ის ობიექტი, რას ვარქვევ მე ასტეროიდს და რას ვარქვევ მე უბრალოდ ვთქვათ მეტეოროიდულ სხეულს ან რამე სხვას, ხო? ნუ კლასიფიკაციის მიხედვით ისაც არ არის პლანეტა და ის რაც ბრუნავს ის გარშემო, პრინციპში არის ასტეროიდი. უბრალოდ ცალკე კომეტებს გამოვყოფდი ნაწილში და პრინციპში აი 900 კილომეტრით შეიძლება იყოს ასტეროიდი და 100 მეტრით ისევე ესეც იქნება ასტეროიდი, ან კილომეტრი იქნება ასტეროიდი და ის რას ვარქვევ მე ასტეროიდს, რას ვარქვევ მე მეტეოროიდულ სხეულს. აი ეს არის ძალიან პირობითი საზღვარი, იმიტომ რომ ეს მკვეთრი ფიზიკური განსხვავება არ არის და თუ კი მე არ მაქვს რაღაცა მკვეთრი საზღვარი, ხო და რაღაც ობიექტებს ვარქმევ ჩემი მოხერხებულობისთვის რაღაც გარკვეულ სახელს, გასაგებია რომ ეს ძალიან პირობითია და ამიტომ უნდა ჩატარდეს ხოლმე კონგრესი ან რაღაც უნდა ხელახლა დავწერო რამოდენიმე სტატია არის მოკლედ რომელსაც შეგიძლიათ ნახოთ რომ სტატიიდან სტატიამდე შეიძლება იცვლებოდეს ის ერთია თქვენ ვთქვათ 10 მეტრიან ობიექტს ასტეროიდს, მეორე 100 მეტრიანს ასტეროიდს და უფრო პატარებს ამბობს რომ ეს არის მეტეოროიდები. ნუ ამას არ აქვს ის პრინციპული მნიშვნელობა. დიდ ასტეროიდებს როგორც წესი აქვთ საკუთარი სახელი და საკუთარი სიმბოლოებიც კი, აი აქ ლამაზად არის ნაჩვენები. და ნიშანდობლივია რომ ცერესი ისევ არაპროპორციულად არის ეს ყველაფერი განაწილებული, იმიტომ რომ ცერესის მასა დიდია სხვა ასტეროიდებთან შედარებით, მაგრამ აი ეს დიდი ლურჯი შეიძლება აქაც გაგიჩნდეთ შეკითხვა რომ ესეც რა ეს ნუ მასური განაწილება არის. ესეც რაღაც ასტეროიდის მასაა და პასუხი რომ არა, ეს არის ყველა დანარჩენი სხვა ასტეროიდის ჯამური მასა. ნუ გასაგებია რომ თუ ესეთი ობიექტების რიცხვი დიდია, მაშინ თითო ასტეროიდზე აქედან უკვე ძალიან მცირე ნაწილი მოდის მასის. ნუ ეს ოღონდ მარტო ასტეროიდების მასებში არის განაწილება. გასაგებია რომ ასტეროიდები კიდევ ერთხელ მზის სისტემის მარტო 0.2% არის ყველაფერზე დანარჩენზე დარჩენილი. აქედან ლომის წილი მიაქვს პლანეტებს და ამ პლანეტებიდან კიდე გაზურ გიგანტებს, ყველაზე დიდი ნაწილი მიაქვს. და ისე რაც რჩება, ის რჩება ის ყველა დანარჩენ სხეულზე, კომეტები, ასტეროიდები და ასე შემდეგ. ახლა ასტეროიდების ორბიტები სტაბილურობის თვალსაზრისით ნაკლებად სტაბილურებია. ნუ მაგალითად ცერერას ორბიტა რო განვიხილოთ, აი ის თითქოს იქ არის, სადაც აი ასტეროიდების სარტყელია ძირითადი. რომ ბუდიტაციუსის კანონი თითქოს კარგად აღწერს მის ორბიტას. ამავე დროს ეკლიპტიკიდან ძალიან დიდი გადახრა აქვს. მას თითქმის 10%-იანი აცენა აქვს ეკლიპტიკასთან ცერერას, მაშინ როდესაც აი გვერდ პლანეტებს 1-2% აქვს მარტო ესეთი განსხვავება ეკლიპტიკასთან შედარებით. ასტეროიდებს აქვთ, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან არასრული ფორმა და ხედავთ, რომ ბევრი კრატერიც კი არის ამას კონკრეტულ ასტეროიდზე, გასპაზე. და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასტეროიდები ხშირად ეჯახებიან ერთმანეთს, უფრო მცირე ასტეროიდებთან და ნუ ამის კვალს შესამჩნევად ხედავთ. უფრო მეტიც
ასტეროიდები შეიძლება ეჯახებოდნენ ერთმანეთს და იშლებოდნენ და უფრო მცირე ასტეროიდებს წარმოქმნიდნენ და ამ მხრივ მათი ცხოვრება უფრო საინტერესო შეიძლება იყოს ვიდრე ვთქვათ იგივე პლანეტების, იმიტომ როგორც წესი პლანეტები უკვე ძალიან სტაბილიზირებულები არიან თავის ევოლუციაში, მაგრამ აი ის რომ ასეთი ასტეროიდების რიცხვი საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ, შემდეგი ცხრილით ნახეთ. აი ზემოთ ეს პატარა ცხრილი გეუბნებათ რამდენი ობიექტი არის მოცემული ზომის ჩვენ მზის სისტემაში. აი მაგალითად 900 კილომეტრიანი ობიექტი გვაქვს, თქვათ, ერთი მხოლოდ, ну ეს წერა რა იქნება. თქვათ 100 კილომეტრიანი ობიექტი უკვე 200 კილომეტრიანი ობიექტი სადაც 750,000 და 100 მეტრიანია ესეთი ქვა, რომელიც დაფრინავს მზის სისტემაში, ბრუნავს რაღაც უცნაური და თლად სტაბილური ორბიტით არათანაც და ნუ 100 მეტრიანი ობიექტების რიცხვი მზის სისტემაში რო გადათვალოთ, იქნება 25 მილიონზე მეტი ასეთი ობიექტი, რაც პრინციპში ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი არის დასახლება ესეთი ქვის გუნდების, რომლებიც და ლის ნატეხების, რომლებიც დაეხეტებიან მზის სისტემაში. ცუდი რა არის? ცუდი არის ის, რომ 10 მეტრიანი ობიექტების რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნება. და შესაბამისად, ნუ მეტრიანი 10 მეტი. ესე იგი, გამოდის, რომ მზის სისტემაში საკმაოდ ბევრი არის ესეთი ობიექტი, რომლის ტრაექტორიები მაინც და მაინც ახლა კარგად არ ვიცით და რომლებიც შეიძლება ქმნიდნენ რაღაც საშიშროებას ჩვენი ხომალდებისთვის და შეიძლება ზოგ შემთხვევაში პლანეტებისთვისაც. ამიტომ დიდი ინვესტიცია იდება ახლა იმაში, რომ შეიქმნას გლობალური რაღაცნაირი ძიების სისტემები, რომლებიც მოგცემენ საშუალებას დავინახოთ ასტეროიდები დიდ მანძილებზე, ბევრი ასტეროიდის დაკვირვება ვაწარმოოთ ერთდროულად, იმისთვის რომ თუ კი რომელიმე ასტეროიდია, რომელიც უშუალოდ ჩვენ გვემუქრება, ანუ დედამიწას და მასზე სიცოცხლის არსებობას, ასეთი ასტეროიდი დროულად აღმოვაჩინოთ. იმიტომ რომ რაც უფრო ადრე აღმოვაჩინოთ ასტეროიდს, მით უფრო დიდია იმის შესაძლებლობები, რომ რაღაცნაირად აირიდოთ თავიდან და ძალიან ბევრი იდეა არის იმასთან დაკავშირებით, როგორ უბიძგოთ მცირე ასეთი წევით ასტეროიდს, როცა ის არის რაღაც შორს და დიდი დრო აშორებს მას თქვენთან დაჯახებისგან და აი ეს შედეგად ასტეროიდი იმდენად გადაიხრება, რომ დედამიწას ვეღარ უბრალოდ ჩაუქროლებს და აღარ შეეხება. ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ პლანეტები საკმაოდ მძიმე ობიექტებია მაინც და მათ უკვე საკმაოდ ბევრი ასტეროიდი მიიზიდეს და დაიჯახეს და შეიწოვეს და შეისისხლორცეს და მათ შორის ყველაზე ისეთი კარგი მოდელი ახლანდელი თანამედროვე მთვარის წარმოქმნის გულისხმობს იმას, რომ თავის დროზე დედამიწას დაეჯახა ასტეროიდი ასეთივე ასტეროიდი ეხლა რო დაეჯახოს დედამიწას, აქ სიცოცხლე საერთოდ ვეღარ განარჩებოდა, იმიტომ რომ ამ დროს დედამიწიდან გაიტყორცდა ის ნივთიერება, რომლიდანაც შემდეგ ჩამოყალიბდა მთვარე. აი ისევე როგორც გაზებისგან ყალიბდებოდნენ პლანეტარული სისტემები, ასევე დედამიწიდან დაჯახებისგან გამოიტყორცდა ნივთიერება და ის მერე გადამუშავდა მთვარეში. აი ეს საკმაოდ ისეთი მუშა ჰიპოთეზა არის და საკმაოდ რეალისტურიც. რაც შეეხება ამ ნახას, რომელსაც ახლა ხედავთ, აქ კიდევ ერთხელ ასტეროიდების სარტყელი. ეს არის ადგილი, რომელშიც ბოდეტიციუსის კანონის თანახმად უნდა არსებობდეს პლანეტა, მაგრამ ის არ არსებობს. სამაგიეროდ გვაქვს ძალიან ბევრი ასტეროიდი და ის კიდე ის ტროელების და ბერძნების ჯგუფი ასტეროიდის, რომელიც დაყვება იუპიტერს და ნუ აი კიდე მესამე კიდე ერთ-ერთ ლაგრანჟის წერტილში კიდე ერთი ჯგუფი ასტეროიდების და ვიცით ახლა რომ აი ესენი რაღაცნაირად ისე ირევიან მუდმივად ერთმანეთში და ნუ ძალიან საინტერესო ფიზიკა არის ამ ყველაფრის მიღმა. ასტეროიდები არ არის ერთ-ერთი ეს ბინადრები, რომლებიც გვყავს მზის სისტემაში და მთელი კლასი ობიექტების არის, რომელსაც ეწოდება კომეტები. ძალიან მნიშვნელოვანი კლასი ობიექტების ეს არის კომეტა ან კომეტები, როგორც ხნებავთ. გამოიყურებიან ძალიან ლამაზად. ხშირად არ ჩანან, მაგრამ თუ კი გამოჩნდებიან, რამოდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება დააკვირდეთ ზოგიერთ კომეტას
და საკმაოდ ლამაზი სანახაობაა ეს ცაზე. უდიდეს სრუტმენებთან იყო დაკავშირებული მათი გამოჩენა და გავრცელებული ესეთი ტერმინი კუდიანი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ასტრონომიული თვალსაზრისით აბსოლუტურად არამართებულია, იმიტომ რომ ერთადერთი ვარსკვლავი მზის სისტემაში ეს არის მზე და კომეტები არანაირად არ მიეკუთვნებიან ამ კლასის ობიექტებს. მაგრამ თავის დროზე აი არცოდნის გამო, ვიზუალური მსგავსების გამო, რაღაც სხვა იდეების გამო დაარქვეს კუდიანი ვარსკვლავი, ახლა განვითარებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვიცით უკვე ამდენი ლექცია გვაქვს მოსმენილი კეპლერის კანონებზე, პლანეტებზე და ასე შემდეგ, მოგეთ უნდა ვიცოდეთ, რომ კომეტა ნამდვილად არ არის ვარსკვლავი. კიდე ასეთი საინტერესო სანახავი ობიექტი. უნდა ახსნათ რა არის ალბათ ეს. აი კომეტა თავისი შინაარსით უფრო გავს ასტეროიდებს. ოღონდ ასტეროიდებისგან განსხვავებით, კომეტების ორბიტები არის ძალიან გაწელილი. აი ეს არის კომეტის ტიპიური ორბიტა. ხედავთ, აი ეს წრიული არის ერთ-ერთი პლანეტა, აი ეს არის გაწელილი ორბიტა, ელიფსი, ხო? და პლუს კიდე, ანუ ეკლიპტიკასთან მიმართებაში ისინი მთლად არასტაბილურები არიან. ანუ საერთოდ არანაირი ეკლიპტიკის ცნება ასეთი რამ კომეტამ არ იცის, შეიძლება საერთოდ მართობული კუთხით შემოდიოდეს კომეტა მზის სისტემაში. და ის რომ კომეტაზე არის ბევრი ყინული იწვევს შემდეგ რამეს, რომ როდესაც კომეტა შორს არის, პრინციპში ის არ ჩანს, ეს ყინული ნორმალურ მდგომარეობაშია, გაყინული არის კომეტაზე, მაგრამ როდესაც კომეტა უახლოვდება მზეს, ის იწყებს გაცხელებას. გაცხელების შედეგად ყინული იწყებს აორთქლებას, იმიტომ რომ აი თურმე ეს ფაზები ყინული, მერე წყალი და მერე ორთქლი, ეს ფაზები დამახასიათებელია წყლისთვის, როდესაც ატმოსფერულ პირობებშია და ვაკუუმში წყალი შეიძლება პირდაპირ ორთქლებოდეს ყინულიდან, ისე რომ თითქმის მთლიანად გამოტოვოს სითხის ფაზა, გათხევადების ფაზა და ისე გამოდის, რომ ეს გაყინული გუნდა ტალახიანი, რომელიც მოფრინავს მზის სისტემაში, როცა შორს არის ცივია უბრალოდ და მაშინ ეს ყინული მყარია და როცა მოდის ის ახლოს მზის სისტემასთან, ის იწყებს აორთქლებას. მაგრამ რადგანაც ეს აორთქლება ვაკუუმშია, რადგანაც კომეტის გრავიტაცია არ არის საკმარისი, რომ დააკავოს ეს ორთქლი, გამოდის, რომ კომეტა მიდის და ტოვებს ამ ორთქლის კვალს. და იმის გამო, რომ ეს ორთქლის კვალი მერე ნელ-ნელა იფანტება, გამოდის ისე, რომ კომეტას ინერციით მიყვება დიდი ესეთი ღრუბელი, რომელსაც ხედავთ. ანუ რეალურად ის კუდი, რომელსაც ხედავთ, ეს არის უბრალოდ ორთქლის ღრუბელი, როგორც წესი. ნუ აი გამონაკლისის გარდა, აი ამ კომეტაში ხედავთ, რომ ძალიან ბევრი კიდე რაღაც მოკლე სხეულები არის, რომლებიც წარმოადგენს, რომ კომეტა მოფრინაზე კიდე რაღაც ისე კუდში დაყვება სხვა კომეტებივით, მინი კომეტებივით, ხო? ახლა რითი არის ეს გამოწვეული? უბრალოდ ტალახის გუნდა, რომ წარმოედგინოთ ტალახის გუნდა, ყინული სანამ არის, ყველაფერი კარგად გექნება, შეკრული იქნება, მაგრამ როცა დაიწყება აორთქლება, შეიძლება დაიწყოს ფრაგმენტირება ამ ყინულის გუნდამ და ტრაექტორიაზე საბოლოო ჯამში, რადგანაც ორი სხეული ერთმანეთს ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას, მაგრამ რადგანაც ეს ყველაფერი წინ მოდის, ამიტომ ჩვენ გვეჩვენება თითქოს ერთმანეთის კვალ-დაკვალ მოყვება ესეთი შრაპნელი, ესეთი საფანტი კომეტების. საინტერესო რაც არის, ახლა მე თუ ვილაპარაკე მზის ქარზე და ის თქვი, რომ მზის ქარს შეუძლია გახვეტოს მსუბუქი ელემენტები მზის სისტემის გარე უბნებში, შიდა უბნებიდან, ხო? კომეტის კუდის შემთხვევაში, კომეტის კუდი ეს არის უბრალოდ წყლის ორთქლი და ცოტა მტვერი. და თუ დახედავთ, როგორ არის ორიენტირებული კუდი, დედამიწის შემთხვევაში, როდესაც თქვენ ატმოსფერო, თქვენ წარმოგიდგენთ ისე, რომ ობიექტი მოდის და კუდს ტოვებს უბნიდან, ხო? და ამ შემთხვევაში კუდი, რადგანაც ჰაერი არ არის წინააღმდეგობის გასაწევად, ნუ აი ჩვეულებრივი ორთქლმავალი როცა მოდის და კუდი მისია ეს ორთქლის მოყვება ესე თავზე, ხო, ეს ორთქლმავალი მოდის, კუდი ესე აგრძელებს მოძრაობას, როგორც წესი ის ემორჩილება ქარის მიმართულებას ასევე
თუ ორთქლმავალი სწრაფად მოძრაობს, როგორც წესი არ შეუძლია მაინც და მაინც ამ ორთქლს გაუსწროს მატარებელს, ხო? თუ მაინც და მაინც ეს ქარი არ უბერო სპეციფიური. მაგრამ კომეტის შემთხვევაში მზის ქარი მოქმედებს ვაკუუმში და ვაკუუმში ამ ორთქლის ინერციას არაფერი არ ეწინააღმდეგება გარდა ამ მზის ქარისა და გამოდის რომ ეს ორთქლი ხედავს მარტო მზის ქარს. ამიტომ კომეტა თავისი მოძრაობის დროს კუდს მიმართავს, ანუ კომეტის კუდი ყოველთვის რჩება ორიენტირებული მზისგან. იმიტომ რომ მიმართულებას ამ კუდს აძლევს მზის ქარი. და გამოდის, როდესაც კომეტა მოდის მზისკენ, მაშინ კუდი არის მის უკან, ეს ორთქლის კუდი, შლეიფი, როგორც გინდა დაარქვით, და როდესაც კომეტა შორდება მზეს, ხო? მაშინ მისი კუდი შეიძლება იყოს მიმართული წინ. და ანუ კომეტა ესე მოდის კომეტა, მისი კუდი წინ იყურება და ინტუიტიურად თქვენ გონიათ რომ კომეტა სხვა მხარეს მოდის, მაგრამ სინამდვილეში არა, სინამდვილეში აი პირიქით შეტრიალებულ სურათს უყურებთ, ну გააჩნია ეს უახლოვდება თუ შორდება. ორბიტების თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ხო, ძალიან უცნაურად არის ყველაფერი მოწყობილი, იმიტომ რომ აი ეს არის ხედავთ იუპიტერის ორბიტა. აი დედამიწის ორბიტა არის ეს. ეს ოთხუთხედი რომ შეამციროთ. აი ეს არის დედამიწის ორბიტა, ხო? დედამიწის ორბიტა, ეს არის იუპიტერის ორბიტა. ეს ოთხუთხედი რომ შეამციროთ და ჩასვათ აი აქ მარჯვენა სურათში. თქვენ შეძლებთ დახატოთ დანარჩენი პლანეტებიც და მათ შორის პლუტონიც. ნუ აი აქ პლუტონის ორბიტას ხედავთ და ეხლა უკვე შეიძლება ხვდებით რატომ არის გარიცხული პლანეტების რიცხვისგან. პლუტონი, ხო? იმიტომ რომ, ნუ ძალიან არასტაბილური ორბიტა აქვს, ხო და შედის ნეპტუნის ორბიტის შიგნითაც. მაგრამ ესეც რომ დავივიწყოთ, აი ეს კიდე რომ დავაპატარავთ ეს ოთხუთხედი, შევძლებთ აი აქ ჩავდოთ და აი ამ სურათზე უკვე მასშტაბში გამოჩნდება ერთ-ერთი კომეტის სედნას ორბიტა. და ხედავთ რამდენად გაწელილი არის ის და რამდენად შორს არის საერთოდ მზიდან. ნუ სხვა კომეტები შეიძლება შედიოდნენ უფრო ღრმად მზის სისტემაში და გადიოდნენ. პრობლემა კომეტებთან დაკავშირებით რაც გვაქვს, შეიძლებოდა თუ არა კომეტის მაგვარი ობიექტები ბრუნავდნენ იქ, სადაც ახლა brunავს ასტეროიდები თავის სარტყელში. რა თქმა უნდა შეიძლება. ოღონდ იქნებოდა ერთი პრობლემა, ეს ორთქლი დიდი ხანია უკვე აორთქლდებოდა. მთელი ეს ყინული, რომელიც აორთქლებას ექვემდებარებოდა, უკვე რამოდენიმე მილიონი და მილიარდი წლის წინ აორთქლდებოდა და ამ კომეტებისგან დარჩებოდა მხოლოდ კლდის ნატეხი და შესაბამისად ასტეროიდისგან მას მაინც და მაინც ვერ განასხვავებდით. რატომ ჩდებიან კომეტები, ეს ცალკე პრობლემა იყო და არის. გამოდის რომ კომეტა რომ არსებობდეს თქვენს სისტემაში, ძალიან ძველი კომეტა ვერ არსებობს, იმიტომ რომ ძველი კომეტა ესე ხშირად მოდიოდა მზესთან ახლოს, ბევრს ასხივებდა და უკვე წესით უნდა ჩამქრალი იყოს. გამოდის რომ უნდა ქონდეთ წყარო კომეტების მუდმივი, რის გამოც ეს კომეტები საიდანაც მოდიან. აი ითვლება რომ არის ერთი ოორტის ღრუბელი, აი ეს სედნას ორბიტა კიდე ოთხკუთხედი დროს შემოარტყათ და კიდე რომ დააპატარავოთ, აი მიიღებთ აი ამ ჰალოს, აი ამ ნათებას, რომელიც არის ოორტის ღრუბელი ეგრეთ წოდებული. სადღაც 100,000 ჯერ უფრო შორს არის ის მზისგან, ვიდრე დედამიწა დაშორებული. იქ მზის გამოსხივება იმდენ სუსტია, რომ ყინულს არ აორთქლებს და ითვლება, რომ აი მცირე შეშფოთებები იმის გამო, რომ ზოგი პლანეტა ოდნავ ახლოს მიდის, ოდნავ შორდება და აი ესეთი მოძრაობის გამო, ნელ-ნელა ზოგიერთი აი ეს სხეული, რომელიც იქ ოორტის ღრუბელში თითქმის გაჩერებულია, აი იქ შეიძლება ზუსტად 1 სანტიმეტრი წელიწადში სიჩქარით ბრუნავდეს აი ეს სისტემა. ან სხვა ვარსკვლავმა ჩაუქროლა, ან რაღაცა სხვა ობიექტმა ჩაუქროლა, რაღაცა შეშფოთების გამო, მოკლედ ამ გარე ნაწილიდან, გარე უბნიდან მზის სისტემის კომეტები ნელ-ნელა ჩამოდიან და თავისი ვარდნის დროს, ანუ ჩქარდებიან, მერე იქ უფრო შვეთდებიან და ან შეიძლება იშლებიან რაღაცა მოძდით და მერე საბოლოოდ გადიან აი ამ ძალიან უცნაურ ელიფტიურ გაწელილ ორბიტებზე და უკვე მათ უკვე დავიმზერთ. თლად გადაჭრილი არ არის ეს პრობლემა, არის ბევრი სიმულაცია, რომელიც გეუბნებათ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ისე რომ ნუ აი არსებობს ჰიპოთეზაც კი რომ უნდა იყოს საკმაოდ მძიმე კიდე ერთი პლანეტა, პლუტონი არამედ კიდე რაღაც სხვა პლანეტა, მეცხრე პლანეტა,
რომლის შეშფოთებების გამოც ხდება ის, რომ მზის სისტემაში მუდმივად ჩამოდიან ეს კომეტები, ну, მოგეთ არ ვიცით ამ ყველაფრის დაზასტურებული მტკიცებულება ჯერჯერობით, მაგრამ თუ აღმოვაჩინოთ მეცხრე პლანეტას, ძალიან ბევრ პრობლემას მოგვიგوارებს ეგ. ესე იგი, კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, ტერასტრალური პლანეტები, გაზური გიგანტები და ეს ჯუჯა პლანეტები ცალკე რო გამოვყოთ, რაც სინამდვილეში არის, ну, უბრალოდ ასტეროიდების ერთ-ერთი კლასი. Ну, ამაზე შეიძლება ასტრონომები მომედავონ, რომ არა, ჯუჯა პლანეტები მაინც ცალკე კლასი არის და ამიტომ თუ ვინმეს ამაში გინდათ გარკვევა, აუცილებლად კონკრეტულად ასტრონომიის კურსი აიღეთ და ან წაიკითხეთ, აი, უშუალოდ პლანეტებს, ჯუჯა პლანეტებსა და ასტეროიდებს შორის რა კონკრეტული განსხვავებებია. მაგრამ აი ამით ამოიწურება ძირითადი მოსახლეობა, ასე ჟარგონულად რო ვთქვათ, ჩვენი მზის სისტემის. ერთი კლასი ობიექტების, რომლებიც არ დავასახელე, ეს არის მეტეოროიდები, რომლებიც რას წარმოადგენენ? მეტეოროიდები ეს არის შეგიძლიათ სტატია ნახოთ საიტზე მეცნიერება ყველასათვის, იქ არის საკმაოდ ნორმალურად დაწერილი გვერდი, რატომ ანათებენ მეტეორიტები და რა არის მეტეორიტები, ხო? Ну, ჯერ მოდით ვთქვათ რა არის მეტეორი. ეს არის აი, როდესაც ცას აკვირდებით ზაფხულში, მაგალითად, ან ზამთარში არ აქვს მნიშვნელობა. ცას თუ საკმარისად დიდხანს აკვირდებით, საკმარისი კარგი დაკვირვების პირობები გაქვთ, ანუ სინათლის დაბინძურება, გაქვთ დაბალი და თვალის დაჩეული და თვალის ცის რაღაც სექტორს აკვირდებით, აუცილებლად შეამჩნევთ მან ჩამოვარდნილ მეტეორს. ეს იქნება რაღაც გაელვება, როცაზე რაღაცა გადაივლის, ეს ხაზს დახაზავს და გაქრება. აი ის რასაც ქვია ვარდნილი ვარსკვლავი და კიდევ ერთხელ ვარდნილი ვარსკვლავი არ არსებობს ცის კიდობანზე, ცის კაბადონზე უბრალოდ. ეს არის ასევე აი რაღაც არასწორი ძველი კოსმოლოგიური სურათით გამოწვეული ჟარგონი და ტერმინოლოგია, რომელიც დარჩა ენაში, მაგრამ ნუ განათლებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ვარსკვლავი ვერ მოწყდება ცას მოწყვეტილი ვარსკვლავი, ეს იქნება გალაქტიკური მასშტაბის კატასტროფა. თუ ესე ვარსკვლავი რაღაცას გაიალბებს, რაც სინამდვილეში რაც ხდება, უბრალოდ ვარსკვლავები ძალიან შორს არიან, გაცილებით უფრო კაშკაშები არიან, სინამდვილეში ვარსკვლავები უფრო გვანან მზეს ვიდრე სხვა დანარჩენ ობიექტებს. არც კომეტა, არც დედამიწა, არც სხვა პლანეტები ახლოსაც ვერ მოვლენ სტრუქტურით იმასთან, რასაც ქვია ვარსკვლავი. მაგრამ რადგანაც გვანან უბრალოდ დაკვირვების დროს დედამიწიდან, აი ეს ბადებს იმას, რომ ტერმინოლოგიაში ასეთი გაურკვევლობა არის, უბრალოდ ზეპირმეტყველებაში ასეთი გაურკვევლობა არის. ახლა მოდით თქვათ რა არის მეტეორიტი, ან მეტეორი. მეტეორი არის აი ეს გაილვებული რაღაცა, რამაც გაიქროლა ცაზე. თქვენ მაგას დააკვირდით რამოდენიმე წამის მეათედის განმავლობაში ან წამის განმავლობაში, უბრალოდ ზოლი შეიძლება დაინახოთ, სურათს თუ იღებთ, მაშინ ზოლს დაინახავთ საერთოდ. არ არის აუცილებელი ელოდებოდეთ ეგრეთ წოდებულ მეტეორიტების წვიმას, შეიძლება უბრალოდ დააკვირდეთ ამას ნებისმიერ დღეს საერთოდ. თავისებურება და უცნაურობა არის ის, რომ რატომ ანათებს. აი არ ანათებდა და რატომ მაინც გაილვება რატომ მოხდა. და პასუხი არის ისეთი, რომ როგორც წესი მეტეორი ეს არის უბრალოდ ქვა, მეცნიერულად ამას ეძახიან მეტეოროიდული სხეული, ან მეტეოროიდი, რომელიც ან მეტეორული სხეული, ან არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ. მეტეოროიდიც არის ტერმინი. ეს არის სხეული, რომელიც შეიჭრა ატმოსფეროში და თუ გახსოვთ, მასზე საუბრობდით, რომ სიჩქარე კავშირში არის ტემპერატურასთან. და თუ ძალიან დიდი სიჩქარით შემოიჭრება რაღაცა, მას მოლეკულები იმდენად სწრაფად დაეჯახებიან ატმოსფეროში, რომლებიც არიან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, რომ ამ სხეულისთვის ეფექტურად ეს იქნება გაცხელების ეფექტი, ან გაცხელების ტოლფასი. და გამოდის ისე, რომ დაჯახების დროს არა ხახუნით, არამედ აი უშუალოდ დარტყმებით წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული დარტყმითი ბალიში, რომელიც შექმნის ძალიან მაღალი ტემპერატურის გარს ამ სხეულის გარშემო. მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს ნათებას და გამოდის ისე, რომ მეტეორი განათდება
და ნათელ ქვას თქვენ ხედავთ. რატომ ქრება ეს ნათება? ნუ იმიტომ რომ უბრალოდ პირდაპირ გაგებით ეს ქვა იწვის. იმდენად მაღალი არის მან ტემპერატურები, რომ ჯერ ერთი ატმოსფეროში იწვის, ნახშირდება, პლუს კიდე თვითონ შეიძლება აორთქლდეს და ნუ 1000 გრამ შეიძლება მოვიდეს, გააჩნია რა ზომის არის. სხვადასხვა სცენარით შეიძლება წავიდეს მისი ვარდნის პროცესი. თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგი ასტეროიდი იმდენად შეიძლება დიდი იყოს, დაეჯახოს ატმოსფეროს და დაიშალოს, გაიფანტოს და საფანტად მერე უკვე ჩაიწვას ნელ-ნელა. და ზოგი შეიძლება მოდიოდეს, არ დაიშალოს და ესე მიაღწიოს ზედაპირსაც კი. აი თუ მეტეორმა, აი ამ ვარდნილმა მეტეორმა მიაღწია დედამიწის ზედაპირს და შეეხო, ის გახდება მეტეორიტი. სინამდვილეში პლანეტის ზედაპირზეც იგივე კლასიფიკაცია არის. პლანეტის ატმოსფეროში ჩაიწვება რაღაც ეს იქნება მეტეორი, თუ დაეჯახება ეს იქნება მეტეორიტი. თუ კი ძალიან კაშკაშა მეტეორია, მას ხშირად ეძახიან ბოლიდსაც. ბოლიდი. აი თუ ხსმენიათ ესეთი ფორმულა 1-ის რბოლებისთვის თუ გინახავთ და აი იქ როცა ეძახიან რა ერთ-ერთი აი რა ვიცი მაკლარენის ბოლიდმა მორიგი რეკორდი მოხსნა. რატომ ვაკეთებ მაკლარენის რეკლამას არ ვიცი, მაგრამ თქვათ. ბოლიდი ასტრონომიაში მიღებულია კაშკაშა ესეთი მეტეორი, რომელიც ჩაიქროლა. კაშკაშა სხეულმა, რომელიც ესე წვა გააგრძელა და ესე სწრაფად ჩაიქროლა. მეტეორიტები სხვადასხვა აი ჩვენთან თესეუშიც კი ინახება, რამოდენიმე დავარდნილი ესეთი სხეული. ძალიან საინტერესო ფორმის არის, ძალიან ლამაზი სხეულები არის და ნუ მათი შესწავლაც მიმდინარეობს თუ იმას დაინტერესებს. იყო ძალიან დიდი ხანი ესეთი გაცელებული მოსაზრება, რომ ეს არის ცრურწმენა. პარიზის აკადემიამ თავის დროზე ორი გამოგონების შესახებ წერილების განხილვა აკრძალა. ერთი იყო პერპეტუუმ მობილეს განხილვები, მეორე იყო ციდამვარდნილი ქვების განხილვები. პერპეტუუმ მობილების ბუმი იყო, თქვა, შუა საუკუნეების შემდეგ, ხალხი ცდილობდა მოიგონოს ეს მუდმივი ძრავი, რომლის მოგონებაც ახლა უკვე ვიცით, რომ არ შეიძლება, არ არსებობს სწრამ. და მეორე რამ რაც აკრძალეს, ეს იყო ქვების, ციდამვარდნილი ქვების შემთხვევების განხილვა, იმიტომ რომ მიაჩნდათ, რომ ეს ციდამვარდნილი ქვები არის უბრალოდ მონაგონი ხალხის და სინამდვილეში ახლა ვიცით, რომ არა, ციდან ქვები მართლა ვარდება, აი ეს მეტეოროიდები, თუ საკმარის რაღაც პირობებს დააკმაყოფილებენ, რომ თან მკვრივები არიან, თან არ დაიშლებიან, თან ბოლომდე არ ჩაიწვებიან და ასე შემდეგ, თან სწორი კუთხით შევარდებიან ატმოსფეროში და არ აისხლიტებიან, აი მაშინ შეიძლება შეეხონ, დავარდნენ, დარჩენ დედამიწაზე და ნუ ისინი შეიძლება მოვიპოვოთ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მზის სისტემის ევოლუციაზე თითქმის არაფერი არ თქვი, ისევ ანუ ყველაფერი ვთქვი, მაგრამ ძირითადი ნაწილი არ თქვი, ისე გამოდის. ითვლება, რომ კიდევ ერთხელ მოდით აი ეს ძალიან კაცად მინდა კიდევ ერთხელ თქვა. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი მოსაზრება, როგორ შეიქმნა სამყარო. თუ გინდათ რელიგიური მოდელის კოსმოლოგიის ფარგლებში დარჩეთ, ეს კურსი თქვენ არ გამოგადგებათ. ამას თქვენ მაშინ არ იჯერებთ, მაგრამ თუ იმის გჯერათ, რომ მეცნიერული აზროვნება განვითარებულია საკმარისად, რომ მოგცეს ტექნოლოგიები და ამას რაღაც აზრი აქვს და ფასეულობა, აი სინამდვილეში აი ამ ცოდნის გამოყენებით ჩვენ შეიძლება გადავახვიოთ ისტორია უკან, აი ამ ფიზიკის კანონების საშუალებით, რომლებიც უკვე ვიცით, ხო ვთქვათ? და მივხვდებით მაშინ, რომ აი ის ღრუბელი, რომლის იდეაც გამოთქვა კანტმა, აი ეს ღრუბელი უნდა წარმოქმნილიყო სადღაც 4.5 მილიარდი წლის წინ, მან დაიწყო ვარდნა საკუთარ თავზე და მან შექმნა ცენტრში ესეთი ცენტრალური ობიექტი მზე, ნუ მაშინ იყო პროტოვარსლავი, რომლიდანაც დაიწყო მზის ქარი, ნამდვილად დაიწყო ნათება, მისგან წამოვიდა მზის ქარი, ამ მზის ქარმა გაასუფთავა რაღაც შიდა უბნები მზის სისტემის მსუბუქი ელემენტებისგან. გარიყა ისინი
გარემზის სისტემაში და იქ ჩამოყალიბდნენ გაზური გიგანტები და შიგნით სადაც დარჩა ეს გაწმენდილი მძიმე ელემენტები ჩამოყალიბდა ის, რასაც ვეძახით ტერასტრალურ პლანეტებს. აი დაწყებიდან აი დღევანდელ მომენტამდე ითვლება რომ გავიდა 4.5 მილიარდი წელი. რომ გადავზომოთ ეს ყველაფერი, ხო? აი იქნება ესეთი საზომი, სადაც ჩვენ ვიყოფებით სადღაც აი აქ. ეს არის მილიარდი წელი გაკეთებული. სიცოცხლე დედამიწაზე სადღაც აი ამ პერიოდში გაჩნდა. აი აქ. და სინამდვილეში აი აქამდე ალბათ ყალიბდებოდა მზის სისტემა და მზე, როგორც ასეთი. და თუ კი დავაკვირდებით მზეს, საერთოდ საკმაოდ სტაბილური ობიექტი არის მზის სისტემაში მზე და ნუ კიდე ამდენივე ხანს უნდა ანათებდეს საკმაოდ სტაბილურად. ნუ ერთ-ერთი აი ეს 8 მილიარდი, ანუ სადღაც 3.5 მილიარდ წელიწადში ის დაიწყებს ცოტა ეს მოცულობაში ზრდას, რასაც თავისი პროცესები აქვს. ითვლება რომ სადღაც 10 მილიარდ წელიწადში მზე ალბათ გაფართოვდება და გაწითლდება, გახდება ეგრეთ წოდებული წითელი გიგანტი და მერე არ ვიცით, კარგად არ გვესმის რა მოხდება, მაგრამ ნუ ვარაუდები არის რომ რაღაც გარს ჩამოიშორებს ვარსკვლავი და იქიდან მერე კიდე შეიძლება რაღაც პლანეტარული ნისლეულის მაგვარი რაღაცა წარმოიქმნას და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში მზე ჩაქრება, მაგრამ ეს ჩაქრობა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, ანუ მზე უბრალოდ შეიკუმშება, ის ჯერ კიდე იქნება კაშკაშა ობიექტი, მაგრამ ძალიან პატარა და ის სითბო საბოლოო ჯამში, რომელსაც ის გამოასხიებს, არ იქნება ისეთივე, როგორც ახლა არის. ამჟამად მზე ძალიან ბევრ გამოსხივებას ასხიებს და მარტო გამოსხივებით წამში კარგავს თუ სწორად მახსოვს რიცხვი 4.5 მილიონ ტონას ერთ წამში. მაგრამ ნუ იმდან დიდი არის რომ ეს მისთვის მაინც და მაინც დიდი დანაკარგი არ არის. ახლა ის თუ რატომ მაინც და მაინც 4.5 მილიარდი წელიწადი ამაზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით, როცა უკვე ბირთვულ რეაქციებზე წავა ლექციები და აი ეს რაც უნდა ვიცოდეთ, ის უნდა ხდებოდეთ რომ ჩვენ შეიძლება არ გვესმის საიდან წარმოიქმნა აი ეს მოვლენა, საიდან გაჩნდა ის დიდი გაზური ღრუბელი, რომლიდანაც წარმოიქმნა მზე და შესაბამისად მზის სისტემა. მაგრამ აი როგორც კი ესეთი ღრუბელი ჩნდება, ამის შემდეგ ფიზიკის კანონები საკმარისი გონია იმისთვის, რომ აღვწეროთ დანარჩენი მიმდინარე პროცესები. უფრო მეტიც, ანუ რადგანაც ვარსკვლავების რაოდენობა ცაზე ძალიან დიდია, ჩვენ ზოგიერთ ვარსკვლავს ვამჩნევთ, რომ ის არის აი ზუსტად იმ სტადიაში, როცა პლანეტები წარმოიქმნება და ასე შემდეგ. შეიძლება დაგებადოთ ესეთი შეკითხვა, რომ კი ბატონო, ეს ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ მაქვს თუ არა რამე მტკიცებულება, რომ აი როგორ შევამოწმო ახლა ჩემი საუბარი, კი ვამბობ, რომ ფიზიკის კანონებმა გადამახვევინა ეს დრო რაღაც წარსულში, მაგრამ ფაქტობრივი მასალა მაქვს ამის დამადასტურებელი და აღმოჩნდა რომ გაგვიმართლა. აღმოჩნდა რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ვარსკვლავების რაოდენობა არის ძალიან დიდი. და ზოგიერთი ვარსკვლავი არის იმ სტადიაში, რომელშიც ახლა ჩვენი მზე იმყოფება, მაგრამ ზოგიერთი არის უფრო ადრეულ სტადიაში თავის ჩასახვის და ზოგიერთი აი ამ ფინალურ სტადიაში. ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ, რატომ ხდება ასე და რა ვიცით, რომ ასე უნდა ხდებოდეს და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ აზრი ის არის, რომ თუ კი აკვირდებით ამ ვარსკვლავებს, ზოგიერთის მახლობლად თქვენ შეამჩნევთ სტრუქტურებს, რომლებსაც ჩვენ ვეძახით პლანეტარული ნისლეულები. და აი მაგალითად აი ესეთი სურათები შეიძლება ნახოთ. ან შეიძლება დააკვირდეთ აი ესეთ ღრუბლებს. აი ჩვენ გვჯერა რომ ეს არის ღრუბლები, რომლებიც ეხლა ნელ-ნელა დაიწყებენ ბრუნვას და რომლებიდანაც შესაძლოა წარმოიქმნან პლანეტები. აი აქ უკვე უფრო ესეთი სტრუქტურული რაღაც ესეთი დაგსაქსვად გაჩნდა, ხო? და აი ეს შეიძლება არის აი საწინდარი იმ რეზონანსების, გახსოვთ რომელზეც ყვებოდით წინა ლექციაზე, რომლებსაც თქვა ქმნის იუპიტერი, აი აქაც შეიძლება უკვე იქნება ესეთი რეზონანსული სიხშირეები და ეს ღრუბელი ნელ-ნელა დასტაბილიზირდება და მოგცემთ აი ამ კვანძებში პლანეტებს.
და შესაბამისად აი ესეც პლანეტარული ნისლეულის მაგალითი არის. ამიტომ თლად ზღაპრები არ არის ისაც წვები და თლად ესეთი რეალობას მოწყვეტილი იდეები არ არის. ანუ ჩვენ უკვე სულ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვიღებთ იმისას, რომ აი ეს ლამაზი იდეა, რომელიც გამოთქვა კანტმა და ეს ლამაზი სურათი, რომელიც ლექციის დასაწყისში გაჩვენეთ, მართალია ნახატი არის, მაგრამ აი მისი ანალოგი სავარაუდოდ არის აი ეს. და ნუ უბრალოდ ცოტა ხანით უნდა დაველოდოთ და შესაძლოა ვნახავთ პატარა პლანეტებსაც კი მალე, ან პლანეტები აქ უკვე გაჩენილია, უბრალოდ ისინი ძალიან პატარები არიან, ამიტომ ამ ღრუბლებში იკარგებიან და არ ჩანან, მაგრამ ისინი ნელ-ნელა მოძრაობის დროს ამ ღრუბელს მოხვეტენ, ამ მთელ გაზს შეიერთებენ, უფრო გადიდებიან, უფრო შეუმჩნევლები გახდებიან ჩვენთვის, მაგრამ ამ ლამაზ ნისლეულს გააქრობენ, მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება ოდესმე იქ ჩაფრენასაც შეძლებს კაცობრიობა და დასახლებას ან გამოკვლევას. კარგით, მე მგონი აქ ძალიან უკვე დიდხანს ვილაპარაკე, გრძელი ლექცია გამოვიდა, იმედია გასაგები გამოვიდა, იმედია ძალიან არაირია მისი სტრუქტურა და რამე შეკითხვები თუ გაქვთ, ყოველთვის შეგიძლიათ დამისვათ კომენტარები, აი ეს საბედნიეროდ უკვე დღეს დაიწყო ვიღაცა აქტიურად შეკითხვების დასმა, არ მოგერიდოთ, მხოლოდ მახარებს თქვენი შეკითხვები. ეს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსი კოსმოლოგიის ლექცია ნომერ 5. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.